თუ დღევანდელი რეჟიმით გააგრძელებ, შემდეგი 60 წლის განმავლობაში ზუსტად 10 წელიწადს მობილურის ეკრანებთან გაატარებ. 10 წელს და ეს მათემატიკა ახლავე ამ ვიდეოშივე დავთვალოთ. 4 საათი და 37 წუთი. ამდენ ხანს უყურებს ტელეფონს დღეში საშუალოდ ადამიანი, სოფლიო მასშტაბით და ეს Data Report-ის უახლესი მონაცემებია და არა ჩემი ვარაუდები. ახლა კი ეს ციფრი ავიღოთ და გადავამრავლოთ 365 დღეზე. ეს საკმაოდ დიდი დროა, ხომ? კპირდები ვიდეოს ბოლოს ამ ციფრებს ჩემს სიტყვაზე კი არ დაიჯერებ. საკუთარ ტელეფონში საკუთარი თვალით დათვლ. არ გათიშო ვიდეო, მანამ სანამ ერთ კონკრეტულ ღილაკს არ გაჩვენებ, ის ღილაკი შენს ტელეფონშია ახლაც და მასზე დაჭერა ცხოვრება ცოტათი არასასიამოვნოდ, მაგრამ სამუდამოდ შეცვლის. მოდი ჩავთვალოთ, რომ ვართ აუდიტორები და ობიექტი, რომელსაც ვამოწმებთ, არის შენი ერთი წელი. აი სანამ ვეთვლით ერთი წამით, მე დათო ვარ და ეს არის Digi Creator channel-ი. ეს არხი ერთ მარტივ რამეზია, როგორ დაიბრუნო შენი დრო. მერე აქციო ის რაღაც ღირებულად. ქართულად ნულიდან ცარიელი დაპირებების გარეშე ნამდვილი მაგალითებით და ის რაც მართლა მუშაობს. დღევანდელი ვიდეო კი ზუსტად პირველი ნაბიჯია. ჯერ უნდა დავინახოთ სად მიდის ის ჩვენი ძვირად ღირებული დრო, ასე რომ თუ ეს გაინტერესებს, გამოიწერი არხი და მოდი გავაგრძელოთ დათვლა. ნაბიჯი პირველი, მე შენთვის ყველაზე კონსერვატიული ციფრი ავიღე. არა 4 და 37, არამედ მრგვალი 4 საათი. ანუ წინასწარ დაგითმე 37 წუთი ყოველ დღე კეთილი 4 საათი გამრავლებული 365-ზე არის 1460 საათი. 1460 გაყოფილი 24-ზე არის 60 დღე. დღე და ღამე სრულად 2 მთლიანი თვე. წარმოგიდგენიათ ხო? რომელშიც არ გეძინა, არ გიჭამია. მხოლოდ ეკრანებს უყურებდი. ეს არის შენი წლის აუდიტის პირველი გრაფა. ნაბიჯი მეორე და აქ ხდება უარესი. დღე და ღამე 24 საათი არაა შენთვის. მინიმუმ 7 საათი გძინავს. შენი რეალური გაღვიძებულ მდგომარეობაში მყოფი საათი არის 17 საათი. ეხლა 1460 გაყოფილი 17-ზე არის 85 დღე. ანუ შენი რეალური ცხოვრებიდან წელიწადში ტელეფონს ფაქტობრივად 3 თვე მიაქვს. იანვარი, თებერვალი, მარტი. წარმოიდგინე, რომ 1 აპრილს იღვიძებ და ვიღაც გეუბნება, წელს პირველი მეოთხედი არ ქონია. წავიდა. ვინმე იტყვის, რომ კარგი, მაგრამ მე ხომ ვაკონტროლებ, როცა მინდა მაშინ ამოვიღებ, როცა მინდა მაშინ ავსკროლავ. მაგრამ კვლევები სხვას ამბობს. ადამიანი ტელეფონს დღეში 58-დან 96 ჯერ იღებს. სტატისტიკასა და ეუშურიონის მონაცემებით. ხოლო დისკაუნტის კვლევა კიდევ უფრო შორს წავიდა და დათვალეს არა აღება, არამედ შეხება, თითის გასმა, დაწყაპუნება თუ სკროლი. გამოვიდა 2017 შეხება დღეში. 2006 ჯერხები იმით, რომელსაც შენი აზრით აკონტროლებ. და ბოლო მასშტაბი. ეს ერთი წელი იყო, მაგრამ ეხლა იგივე მათემატიკა გაავშალოთ მთელ ზრდასრულ ცხოვრებაზე. 4 საათი დღეში 60 წელი გამოდის 87600 საათი. ეს არის 10 წელი. მთელი 10 წელი ეკრანში ერთ მოწყობილობაში. ახლა კი ეს 60 დღე გადავდოთ გვერდზე და გკითხავ, რა ვერ მოასწარი წინა წელს? დრო არ მქონდა ინგლისურისთვის. ინგლისურის B2 დონეს საშუალოდ 300-400 საათი სჭირდება. შენი 1460 საათში ის 4 ჯერ ჩაეტეოდა. დრო არ მქონდა ვარჯიშისთვის, კვირაში 3 ვარჯიში, წელიწადში 150 საათი. შენს ციფრში 9 ჯერ ჩაეტეოდა. დრო არ მქონდა რომ ის საქმე დამეწყო, რომელზეც 20 წელია ვფიქრობ. აქ ციფრს არ გეტყვი, ისედაც იცი. და ყველაზე უხერხული კითხვა, ის 60 დღესაც წავიდა? დაჯექი და გაიხსენე წლევანდელი სკროლიდან ერთი პოსტი, ერთი რილსი, რომელმაც ცხოვრება მართლა შეგიცვალა. ერთი. გელოდები, ვერ გაიხსენე. და ეს ნორმალურია, იმიტომ რომ ის დრო შენ არ გახსოვს, რადგან მისი შინაარსი დასამახსოვრებლად არ შექმნილა. ის შექმნილია გასაქრობად. ღამის 12-ზე კიდევ ერთი ვიდეოს რეჟიმში, როცა ცერათითი უკვე შენს ნებართვას აღარ ეკითხება. იცი რა არის ამ ყველაფერში ყველაზე მტკივნეული? ის რომ შენ ამ დროს არ კარგავ. შენ მას ნაწილ-ნაწილ აძლევს სხვას. 47 წამიან ნაჭრებად. გლორიე მარკი კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი 20 წელი ზომავდა ადამიანის ყურადღებას ეკრანებზე. 2004 წელს ერთ რამეზე საშუალოდ 2 წუთს ნახევარი ვჩერდებოდით. დღეს 47 წამი და ყოველი წვეტის შემდეგ სრული ფოკუსის დაბრუნებას 23 წუთი სჭირდება. ანუ შენი დღე აღარც კი არის დღე, ის არის 47 წამიანი ნამსხვრევების გროვა, რომელთა შორის ფოკუსი ვერასდროს ბრუნდება ბოლომდე.
ამიტომ არო საღამოს დაღლილი ხარ, თუმცა არაფერი გაგიკეთებია. შენ მართლა არაფერი გაგიკეთებია. შენ 2617 ჯერ გადაერთე. მოდი ახლა აქ შევჩერდეთ და გეტყვი იმას, რასაც მსგავსი ტიპის ვიდეოებში არასოდეს ამბობენ. ეს შენი ბრალი არ არის. შენ ნამდვილად არ ხარ ზარმაცი და არც სუსტი ნებისყოფა გაქვს. შენ უბრალოდ ყოველ დღე სრულიად უიარაღოდ რინგზე გადიხარ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინჟინრების წინააღმდეგ. ადამიანების, რომელთა სამუშაო აღწერილობაში პირდაპირ წერია დააკავე მომხმარებელი, რაც შეიძლება დიდხანს. 2017 წელს Netflix-ის ხელმძღვანელმა ინვესტორებს ღიად უთხრა: ჩვენი მთავარი კონკურენტი HBO კი არა, Zillion. ეს ხუმრობა არ ყოფილა, ეს ბიზნეს მოდელია. ინდუსტრია, სადაც შენი ყურადღება მთავარი პროდუქტია, ყურადღების ეკონომიკა ჰქვია. შენ გონია, რომ აპლიკაციას უფასოდ იყენებ, თუმცა რეალურად ეს აპლიკაცია გიყენებს შენ და შენს დახარჯულ საათებს რეკლამის დამკვეთებთან ფულად ახურდავებს. და მუშაობს ეს მექანიკა, რომელიც აღწერა ბიოფოს სკინერმა. ტრედს რომ მარცვალს ყოველ დაჭერაზე აძლევს. ის მშვიდად აჭერს, მაგრამ მარცვალი რომ ხანდახან არაპროგნოზირებადა მოდის, ტრედი ღილაკს გაგიჟებით შეუჩერებლად აწვება. ზუსტად ეს არის სკროლი. შემდეგი ვიდეო შეიძლება იყოს გენიალური, შეიძლება არა. არასდროს იცი და ამიტომ ვერ ჩერდები. თრისტენ ჰერისმა, Google-ის ყოფილმა დიზაინერ ეთიკოსმა ამას პირდაპირ სახელი დაარქვა. სათამაშო ავტომატი შენ ჯიბეში. ახლა კი კიდევ ერთხელ შეხედე იმ 60 დღეს. ეს დრო შენ კი არ დაგიკარგავს. ის ვიღაცამ მოიგო. შენი ყოველი დაკარგული საათი ვიღაცის კვარტლური ანგარიშის შემოსავალია. და როცა ამას ხვდები, კითხვაც იცვლება. საკუთარ თავს აღარ ეკითხები, რატომ ვარ ასეთი უნების ყოფო? ახლა კი მთავარი კითხვა სხვა რამეშია. თუ ჩემი დრო მათთვის ამდენი ღირს, რამდენი ღირს ის ჩემთვის? ახლა კი ის ღილაკი, რომელსაც ვიდეოს დასაწყისში გვპირდებოდი, მაგრამ მეც აქ ვარ. ეს ჩემი გასული კვირაა. შეხედეთ, დიახ, ის ადამიანი, რომელიც ამ ვიდეოს გიკეთებს, ამ სტატისტიკაშია. განსხვავება მხოლოდ ერთია. მე ჩემი ციფრები ვიცი და ვინც ციფრებს ხედავს, ის უკვე თამაშია. და ვინც ვერა, ის თამაშის ფიგურაა. ასე რომ არ გეტყვი, რომ წაშალე Instagram-ი ან TikTok-ი და წადი მთაში. ჯერ ერთი რომ არ წახვალ, მეორეც, ტელეფონი ქურდი მხოლოდ მაშინაა, როდესაც შენ არ ითვლი. იგივე მოწყობილობით ადამიანები ენებს სწავლობენ, პროფესიებს იცვლიან და ფულსაც შეუვლობენ. ამაზე კი ცოტა ხანში ვისაუბრებ. მოკლედ რომ თქვათ, ინსტრუმენტი ნეიტრალურია, თუმცა ნაკადის მიმართულება არა. ამიტომ მხოლოდ 3 ნაბიჯი და 3-ვე 5 წუთში. ნაბიჯი პირველი, გახსენი ციფრი, iPhone-ში სეტინგები, screen time-ი და ნახეთ. Android-ში სეტინგი, ნახეთ digital well-being, ნახე კვირის საშუალო. არ შეშინდე, ჩაიწერე, ეს შენი ამოსავალი წერტილია. შენი აუდიტის პირველი საწყისებია. ნაბიჯი მეორე, დაყავი 2 სვეტად. ყველა საათი ერთნაირი როდია. თითოეულ აპლიკაციაზე დასვი ერთი კითხვა. ეს დრო ჩემთვის მუშაობდა თუ ჩემ წინააღმდეგ? მაგალითად, გზაში აუდიო წიგნის მოსმენა ინვესტიციაა. 40 წუთის ხვისის თორების თვალიერება კი დროის კარგვაა. შენი მიზანი ამ ყველაფრის ნულამდე დაყვანა კი არ არის, არამედ დროის კარგვის სვეტის განახევრებაა. დაიბრუნე 1 საათი, მხოლოდ 1, არა 4-ვე, 1. იცი რამდენი გამოდის წელიწადში? დაბრუნებული 1 საათი? 365 საათი, 15 სრული დღე ღამე, 23 გაღუზებული დღე, თითქმის მთელი სამუშაო თვე, რომელიც ახლა უბრალოდ არ გაქვს. და ხვალიდან შეიძლება კონდეს და რეალისტურად პირველი კვირა გაგიჭირდება. ხელი თვითონ წავა ჯიბისკენ, ეს არის ჩვევა, არა გადაწყვეტილება. და ჩვევა ერთ ღამეში არ ნეიტრალდება, მაგრამ ციფრის ცოდნა პირველი კვარტლიდანვე ცვლის ქცევას, რასაც ზომა ის ავტომატურად მცირდება. ამას ქვია გაზომვის ეფექტი და ის შენ სასარგებლოდ მუშაობს ძალისხმევის გარეშეც. მოკლედ რომ თქვა, დღეს ერთი კურტი დავიჭირეთ და ზუსტად დავთვალეთ მისი ნამდვილი 60 დღე წელიწადში, 91 გაღვიძებული დღე, 10 წელი მთელ ცხოვრებაზე. გავიგეთ მთავარი, ეს დრო არ ქრება, ის გადადის შენი ჯიბიდან იმათ ანგარიშზე, ვინც შენი ყურადღება ფულად აქცია. მაგრამ აქ ჩნდება ერთი კითხვა, რომელიც ამ ყველაფერს თავდაყირა აყენებს. თუ კი შენი ყურადღება მათთვის ამდენი ღირს, ეს ნიშნავს, რომ ყურადღება ისეთივე აქტივია, როგორც ფული ან ნავთობი და სადაც აქტივია, იქ ბაზარია.
ბოლო 10 წელში კი ამ ბაზაზე სრულიად ჩუმად 9 ტრილიონიანი ეკონომიკა გაიზარდა. Goldman Sachs-ის შეფასებით 2027 წლისთვის ის $500 მილიარდ მიაღწევს. ეკონომიკა, რომელშიც ჩვეულებრივი ადამიანები ყურადღების მეორე მხარეს გადავიდნენ, აღარ ხარჯავენ, იღებენ. პროფესია, რომელიც შენი მშობლების ახალგაზრდობაში უბრალოდ არ არსებობდა, შემდეგ ვიდეოში ზუსტად ამას დავეთმი, ისევე ცივად და ციფრებით, როგორც დღეს. გამოიწერე, რომ არ გამოგრჩეს. და სანამ წახვალ ერთი რამ, დაწერე კომენტარებში შენი დღიური საშუალება. მხოლოდ ციფრი. ყველა კომენტარს ვკითხულობ, მაინტერესებს რეალურად სად ვართ ყველანი და პირველი აუდიტი საჯაროდ ჩავატაროთ.